ჭირდება თუ არა განვითარების პარტნიორების მხარდაჭერა და რა ირიბი გავლენა აქვს საქართველოში წარმოდგენილ სააგენტოებს თუ ფინანსურ ინსტიტუტებს ინვესტიციების მოზიდვის ნაწილში. ამაზე ვისაუბრებ ჩემს სტუმართან ერთად გიორგი ციკოლია მიერთდება დღეს სტუდიაში. მოგესალმებით, ბატონო გიორგი. დიდი მადლობა რომ პასუხობთ ჩემს კითხვებს. ბატონო გიორგი, თუ დადგა ისეთი ვითარება ქვეყანაში და რა არის ამის ალბათობა, ამის შეფასებაც მინდა თქვენგან, რომ თქვათ განვითარების სააგენტოები აღარ იყვნენ, თუნდაც USAID აღარ იყოს წარმოდგენილი ქვეყანაში. რაზე იმოქმედებს ეს და იქნება თუ არა ეს ერთგვარად თქვათ იზოლაციის გაგრძელება? კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. მე ალბათ ძალიან მოკლედ ვისაუბრებ იმაზე თუ რა გავლენა ზოგადად შეერთებული შტატების დახმარება წლების განმავლობაში ჰქონდა საქართველოს განვითარებაზე და აქ საუბარი არის არა მარტო ცალკე აღებულ რომელიმე ინსტიტუტზე, არამედ ზოგადად ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე და იმაზე თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს დახმარება ყველა ნაწილში და ყველა წელში. ჩვენ ალბათ კარგად ხშირად უკვე გვესმის ტელევიზიიდან თუ ის მოცულობა ფულის რომელიდან შეერთებული შტატებიდან საქართველოს მიმართულებით ბოლო 30 წლის განმავლობაში წამოვიდა 4 მილიარდზე მეტ თანხა არის, რომელიც შეერთებულ შტატებმა დახარჯა საქართველოში. და ამ თანხამ ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ქვეყნის განვითარებაში, ეკონომიკურ განვითარებაში, ინსტიტუციურ განვითარებაში და მათ შორის იმ ნაწილში, რომელიც თქვენ ახსენეთ, ინვესტორების ქვეყანაში მოზიდვაში და ქვეყნის პოზიცირება როგორც რეგიონალური ხაბი საქმე ბიზნესის კეთების თვალსაზრისით. მე წინა ჩვენთან შეხვედრაზე თქვენთან აღვნიშნე, რომ DFC-ს, ანუ ამერიკის განვითარების კორპორაციის ნაწილში შეგიძლიათ დაინახოთ, თუ მათ მიერ ჩადებულმა ინვესტიციამ $800 მილიონამდე რამდენი დიდი წვლილი შეიტანა რამდენიმე ინდუსტრიის განვითარებაში ქვეყანაში, მათ შორის სასტუმრო ინდუსტრიის და სხვა ინდუსტრიების. ასევე სხვა მიმართულებების ათასლეულის ფონდის მიერ დახარჯული ფული საქართველოში განათლების ინდუსტრიიდან ინფრასტრუქტურაში შეგიძლიათ დღემდე ქართველებმა გარეთ რო გავიდეთ დავინახოთ თუ ეფექტი რომელიც მას ჰქონდა. შესაბამისად მე მგონია რომ ქვეყანაში საერთოდ არავინ არ დაობს იმაზე თუ რამდენად დიდი არის ის წვლილი რომელიც შეერთებულ შტატებს აქვს შემოტანილი ქვეყნის ტრანსფორმაციაში და დღემდე შემოაქვს. ხო, თქვენ ახსენეთ უშუალოდ USAID-ის რეალობა დღეს დღევანდელი და ის რაც ხდება ამ ინსტიტუტის ირგვლივ, თუნდაც ვაშინგტონში იქნება თუ თბილისში. ვაშინგტონის გადმოსახედიდან ყველამ კარგად ვიცი და თქვენ კარგად აღნიშნეთ ის, რომ რაც ხდება, რო ხდება ტრანსფორმაცია იმისი თუ როგორი უნდა იყოს ზოგადად საჯარო სამსახური და საჯარო სამსახურის დამოკიდებულება გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით და რამდენად ეფექტურად უნდა იმუშაოს საჯარო სამსახურმა. ეს პროცესი ჩაბარებული აქვს ადამიანს, რომელიც ამერიკის უმსხვილეს ბანკის ხელმძღვანელმა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ალბათ ცნობილმა ბანკირმა ჯეიმი დაიმანმა უწოდა როგორც დღევანდელი დღის აინშტეინი. ანუ ელონ მასკის ადამიანი, რომელიც ტრანსფორმაცია განახორციელა ბევრი ინდუსტრიის მიმართ, არა მარტო შეერთებულ შტატებში, არამედ გლობალურ ჭრილში. რო ავიღოთ, არ ვიცი, იქნება ის რაკეტების ზოგადად წარმოებაზე თუ განახლებად ენერგიაზე, თუ ტელეკომუნიკაციაში ამ ადამიანის წვლილი ამ პროცესებში ალბათ არის ისტორიული და კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება. თუმცა რომელიც არ არის პოლიტიკოსი და პოლიტიკის ნიუანსებზე უფრო მეტად მარკო რუბიო საუბრობს, ესე ვთქვათ, ამ შემთხვევაში, ვიდრე ელონ მასკი. ხო, არ ვიცი. ასე ჩანს. ფაქტის კონსტატაცია იმისი თუ რა ტიპის ადამიანი უდგას ამ პროცესებში, პროცესებს სათავეში და რა განსხვავებაში გაკეთებული. მე მგონია მივხვდებს იმას თუ რამდენად სერიოზული არის ეს პროცესი და რა ტიპის ტრანსფორმაციის მოუდინი არის, მათ შორის ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის, რომელიც ამ პროცესის ნაწილი არის. და ეს არის ის ნაწილი, რომელიც მე პირადად როგორც ადამიანს, რომელიც ტექნოლოგიურ ინდუსტრიას წარმოადგენს და რომელიც მანამდე საჯარო სამსახურში ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციის ნაწილში დიდ მხარს უჭერდა იმისი, რომ საქართველოში ეგრეთ წოდებული ელექტრონული მთავრობის პროცესი გაძლიერებული იყო და იყო პერიოდი, რომელიც 18-19 წლებში, როცა ეს კონცეფცია მზად იყო და ჩვენ Amazon-ის მათ შორის Amazon-თან მაგ დროს ჰქონდა შეთანხმება, მანდროელი პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძეს თხოვნით მე ამ პროცესში ვიყავი აქტიურად ჩართული და
მთელი კონცეფცია ისი თუ როგორ შეიძლება მთავრობა კიდევ უფრო მეტად გამჭვირვალე გახდეს და ელექტრონული სერვისების მთელი ახალი ნაკადი დაინერგოს. ეს მგონია რომ დღესაც აქტუალური არის და მე ძალიან დიდი სურვილი მექნება იმისი რომ ეს ასეთ ტიპის საუბარი საქართველოში არსებობდეს იმისი თუ როგორ შეიძლება გააზრიალდეს ეფექტიანობა რა იმისი თუ რა ტიპის სერვისებს ვაწვდით როგორ ვაწვდით და რა გავლენა ექნება ეს ზოგადად ეკონომიკაზე. აი წარმოგიდგენიათ თუ არა საქართველო აი პატარა ღია ეკონომიკის მქონე ქვეყანა რომელიც ყოველწლიურად ესე ვთქვათ მეტნაკლებად სტაბილურად საუკეთესო შემთხვევაში 4-5%-ით იზრდება აი ეს ქვეყანა რომელიც ბიუჯეტიდან ანუ გადასახადის გადამხდელის ჯიბიდან აფინანსებს ყველაფერს მათ შორის ახლა გავიგეთ რომ არასამთავრობო სექტორისთვის გრანტების გამოყოფაც შესაძლებელი იქნება თურმე სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხო? ალბათ ჩემი ზოგადად დამოკიდებულება ეკონომიკისადმი თქვენ კარგად იცით. მე საერთოდ არა ვარ არანაირად მომხრე იმისი თუ სახელმწიფო იყოს ჩართული პროცესში, ეკონომიკურ პროცესში და აძლიერებდეს თავის როლს ეკონომიკაში. ჩემთვის ეს პირადად და იმის ესეთ ჯერა ეკონომიკური ხდება ფუნდამენტალური თეზისები თუ ზოგადად ფილოსოფიური მე გადის ზღვარზე რომელიც თავისუფლებას ეხება და ჩემთვის სახელმწიფოს ჩართულობა ბევრ საკითხებში მათ შორის ეკონომიკურში და სხვა არის ის ზღვარი რომელიც შემდგომ უკვე დივიდის და ანუ ჩვენს გარკვეულ თავისუფლებასთან დორდის კავშირში რა. შესაბამისად მე მგონია რომ ის absolუტურად ნაკლებად იქნება სართული სახელმწიფო ნებისმიერ პროცესში მათ შორის ეკონომიკურში უფრო დიდ წარმატებას მოუდანს ქვეყანას. რატო ვთქვი დიდი რატო ვახსენე ქვეყნის დიჯიტალიზაცია ხო ანუ ეს პროცესი არის დაფუძნებული იმაზე რომ ნაკლებად იყოს ჩართული სახელმწიფო ინსტიტუტები ზოგადად ეკონომიკურ თუ სხვა სფეროებში ეს პროცესი იყოს ბევრად უფრო გამჭვირვალებასთან ერთად გაიზარდოს ინკლუზიურობა ანუ ჩართულობა მცირე და საშუალო კომპანიების ამ პროცესში და მიხედვით იმისა რომ ეს ბიუჯეტი დღეს სახელმწიფო არის ისტორიულ მაქსიმუმზე ვეცადოთ ის რომ ეს ბიუჯეტი რაღაც მომენტში შევამციროთ და უფრო ეფექტურად დავხარჯოთ და ის ნაწილი ფულის რომელიც არის დარჩეს ეკონომიკაში. დიახ. კი. აი თუნდაც აი ეს მიმართულება რომ ავიღოთ, აი ამ შემთხვევაში ვთქვათ, ამ ტიპის განვითარების პარტნიორების არსებობა არა მხოლოდ ფულით ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მათ შორის ექსპერტიზითაც, მათ შორის ვთქვათ საერთაშორისო გამოცდილების გაანალიზებით, მათ შორის რიას კულტურით, რომელსაც რთულად ნერგავდნენ ჩვენს ქვეყანაში, ხომ? აი ამ კომპონენტებით არ არის მნიშვნელოვანი, ანუ ამაზე უნდა ითქვას ხელაღებით, რომ საერთოდ შეჩერდეს და საერთოდ არ გვინდა ამ ტიპის დახმარება? რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ აღნიშნავ, ასეთი ტიპის ბოლო 30 წლის განმავლობაში დახმარება განსაკუთრებულად შეერთებულ შტატებიდან ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ინსტიტუციურ განვითარებაში. და აქ არის საუბარი მხოლოდ იმ ინსტიტუციურ განვითარებას, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურებს ეხება. არამედ სხვადასხვა ინდუსტრიებში. თქვენ არაერთი ინდუსტრია ახსენეთ, რომელშიც ბევრი პროგრამა განხორციელდა. კიდევ ერთხელ ტექნოლოგიების მიმართულებით, მგონი დღემდე ხორციელდება პროგრამა, რომელიც ხარს უჭერს ამ სექტორში ახალგაზრდების შემოსვლას. ანუ ეს თავაზობს მოკლევადიან და გრძელვადიან პროგრამებს და გრანტებს გასცემს ადგილობრივი კომპანიების მეშვეობით, რომ ყველა ის ვინც არის დაინტერესებული ტექნოლოგიური შეუპლოს უნარები, რომ ამ პროცესში მიიღოს მონაწილეობა. საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნება არის გრძელვადიანად უშუალოდ რაღაცა სწავლის პროცესში ჩართულობა და ამ ხარჯის დიდ ნაწილს თუ სწორად მახსოვს USAID-ის ერთ-ერთი პროგრამა ფარავს და ბევრი ქართული კომპანია არის, რომელიც ამით სარგებლობდა და დღემდე სარგებლობს. შესაბამისად, ასევე კიდევ ერთი ინდუსტრია რო ავიღოთ, ეს არის საკონსულტაციო ინდუსტრია. თქვენ ახსენეთ საქართველოს ბაზარი, ზოგადად საქართველოს ბაზრისთვის ასეთი ტიპის ინდუსტრიის განვითარება ძალიან რთულია. რადგან კერძო სექტორი კიდე არ არის იმდენად გრადი და ძლიერი, რომ მან გარკვეული კაპიტალი თუ ინვესტიცია დაუთმოს გრძელვადიან ტრანსფორმაციას, ახალი პროექტების და თუ პროდუქტების დანერგვას. და ამ შემდეგ, ანუ ყველა იმ პროცესებს, რომელშიც საკონსულტაციო ინდუსტრია ეხმარება და შესაბამისად ჩვენი საკონსულტაციო ინდუსტრია
დიდწილად არის ორიენტირებული ცოდნას ქვეყანაში დაგროვებული ქვეყნის გარეთ გატანის. და ქვეყნის გარეთ გატანაში ასევე ასეთ ტიპის ორგანიზაციები არიან მათ შორის USAID დიდწილად ჩართული და მათთვის საქართველოში ეს იქნება ძალიან დიდი დარტყმა. კი, აი ინვესტორები როგორ ისმენენ, თქვათ, აი ამ ტიპის განცხადებებს, ხომ? და აქ თქვათ, მხოლოდ USAID-ზე არ მაქვს, ხომ, საუბარი, თქვათ, USAID-ის შემთხვევაში თუ თქვათ, არაეფექტიანად იხარჯებოდა ეს თანხები, ან თუ არამიზნობრივად იხარჯება ეს თანხები, ინვესტორისთვის ესე ვთქვათ, რა სიგნალია ეს, როგორ მუშაობდა, არ ვიცი, უსაფრთხოების სამსახურები ქვეყანაში როგორ მუშაობდა, თქვათ, მთავრობის ადმინისტრაციასთან არსებული დონორების კოორდინაციის რაღაც სააგენტო, ხო, რომელიც ფორმალურად არსებობს და წესით უნდა მუშაობდეს, ხო? ან მაგალითად USAID-ს რომ გავხსნათ, თქვათ, იგივე IMF-ის შემთხვევაში, ხომ, როდესაც პროგრამა იმიტომ გაჩერდა, რომ წინასწარ შეთანხმებულ პრიორიტეტებზე, თქვათ, უცებ მთავრობამ თქვა უარი, ხო? ეს იყო სახელმწიფო საწარმოების რეფორმა და ეს იყო სების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული საკითხები. აი ეს ვთქვათ, რა ტიპის სტაბილურობას უქმნის ინვესტორს და ქვეყანაზე რა ტიპის შთაბეჭდილება ექმნება ასეთ დროს. თქვენი არა ორი ცალკე დასაყოფის საკითხი არის. ზოგადად USAID-ს ასახება დარწმუნებული ვარ, რომ როგორც საქართველოს ასევე შეერთებული შტატების მოსახლეობის დიდი უმეტესობა ამ ორგანიზაციის შესახებ საერთოდ სახელიც არ იცოდა წინა კვირამდე, სანამ ამ თემაზე საუბარი არ დაიწყო. შესაბამისად, მგონია, რომ ინვესტორების ძალიან დიდი ნაწილმაც ასევე არ იცის თუ რა პროცესებში არიან ჩართული და რა შეეხმარებიან თუ არა. და მან დიდ გავლენას ამ პროცესებში ინვესტორების მხრიდან ვერ ხედავ. თუმცა ის რაც ეხება IMF-ს და ზოგადად მსოფლიო ბანკის პროგრამებს, ეს არის ის შეფასებები და პროგრამები, რომელსაც საერთაშორისო ინვესტორი ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს. განსაკუთრებით იმ სფეროებში, რომელიც უშუალოდ ეხება ფინანსურ ინდუსტრიას. და აფასებენ იმას თუ რამდენად დადებითად თუ ნეგატიურად აფასებს ANISES ინსტიტუტი არსებულ რეალობას. გარდა ამისა, ასევე თქვენს კარგად იცით, რომ სარეიტინგო სააგენტოები ხშირად დასკვნებს დებენ ნებისმიერ ქვეყნის ეკონომიკის ზრდობაზე და იმაზე თუ რამდენად სტაბილური არის ეს ქვეყანა. და მათი დასკვნები დიდწილად დამოკიდებული არის ან გამომდინარეობს იქიდან თუ როგორ აფასებს ქვეყანაში ვითარებას, ისევე როგორც ინსტიტუტი არის IMF-ი, EBRD და სხვა შეიძლება საერთაშორისო დონორად ან განვითარების ბანკები, რო ვთქვათ, განვითარების კომერციული ბანკები თუ არაკომერციული ბანკები. ანუ მათი დასკვნა მნიშვნელოვანი არის რეიტინგისთვის და რეიტინგი პირდაპირ გავლენა აქვს იმაზე თუ რამდენად იაფიან ძვირი კაპიტალი ან ფული შემოვა საქართველოში და შესაბამისად შემდგომ უკვე რამდენად ჩვენ ყველანი შევძლებთ ამ კაპიტალის გამოყენებას ჩვენ ყოველდღიურ საჭიროებაში. რა ვიცი, ეს სესხები თუ სხვა. კი, თუმცა USAID-ის ნაწილში რეალურად თქვათ ეს ხელაღებით თქვა, რომ თქვათ გაჩერდეს პროგრამები, ეს რეალურად სამუშაო ადგილებზე სერიოზული დარტყმაც არის, ხომ? ანუ ასე ვთქვათ, ხელისუფალმა უნდა გათვალოს, ვთქვათ, რა სიგნალი მიდის ადგილობრივი ბაზრისკენ, მით უმეტეს, რომ ჩვენ, არ ვიცი, ამას თვითონ შეიძლება არ აღიარებდნენ, მაგრამ ნამდვილად პოლიტიკურ კრიზისში ვართ დღეს და ისედაც ვხედავთ, რომ ეს ტემპი დაბუსტული, ესე ვთქვათ, რუსეთ-უკრაინის ომის შემდგომ მცირდება და ვთქვათ, თვითონ ლევან დავითაშვილმაც კი პირველად თქვა ასეთი რამ, რომ უარეს სცენარში შესაძლოა 3%-იანი ეკონომიკური ზრდაც კი მივიღოთო, რაც ესე ვთქვათ, ქართული ოცნების, ესე ვთქვათ, ჩვეულებრივ მმართველობისას არსებულ ეკონომიკურ ზრდის ტემპზე დაბალი მაჩვენებელი იქნება, ხო? თქვენ ახსენეთ სახელმწიფო მდივნის განცხადება და მე მგონია, რომ ყველაზე კარგად სახელმწიფო მდივნის განცხადება პასუხობს ამ კითხვაზე, რომ აქ საუბარი არ არის გრძელვადიანად ინსტიტუტის თუ დახმარებას, რომელიც ამ ინსტიტუტის მეშვეობით ვრცელდება მსოფლიო მასშტაბით, აქ საუბარი არის იმაზე თუ დღევანდელი ადმინისტრაციის პრიორიტეტებიდან გამომდინარე და მეორე, ანუ შეფასების კრიტერიუმებით, რომელიც ამ პროგრამებთან დაკავშირებით ან იარსებებს ან შეიქმნება, თუ რა ტიპის პროგრამები იქნება დაფინანსებული. მე მგონია, რომ ანალოგიურად საქართველოსთან მიმართებაში
ანუ ეს პროცესიც ანალოგიურ ხასიათს მიიღებს და ეს პროგრამები, რომელსაც თქვენ თქვით, შეიძლება გადახალისდეს, სხვა სახელი მიიღოს, თუმცა მე წმინდა აი ინსტიტუციური თვალსაზრისით დაფინანსების შეწყვეტის გრძელვადიანად მოლოდინი არ მექნება. უფრო მეტად მგონია, რომ ის თქვენი პოლიტიკური საკითხი, რომელიც ახსენეთ, თქვენ იცით, რომ ჩვენი შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა არის შეჩერებული და აი ამ სტრატეგიული პარტნიორობის ნაწილში ძალიან ბევრი პროგრამა, რომელიც საქართველოს მიმართ ხორციელდებოდა და ის დაფინანსება, რომელიც შეერთებულ შტატების კონგრესის მხრიდან არის გამოყოფილი ყოველწლიურად, უკვე დიდი ხანია შეჩერებული. კი, თუმცა ვისი მიზეზით ესეც გასაგებია, მაგრამ მეორეს მხრივ ვთქვათ, ფაქტი ის რჩება, ესე ვთქვათ, ამერიკის ისტაბლიშმენტის მოსმენისგან ყოველ შემთხვევაში მე მრჩება ასეთი შთაბეჭდილება, რომ ესე ვთქვათ, ყურადღების მიქცევა პროაქტიულად ქვეყნების მხრიდან იქნება მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ თვითონ ეს მთელი ფულ დაფინანსების სავარაუდოდ, ესე ვთქვათ, ხო, ამიტომ აი ამ ნაწილში მინდა თქვენი რეკომენდაციაც, ესე ვთქვათ, გვეხმარება თუ არა ამ ტიპის განცხადებები, რომ ყველაფერი გაჩერდეს და არაფერი არ გვინდა და იმ შემთხვევაში, როდესაც პირიქით მარკო რუბიოს აი განცხადებაც მოვისმინეთ, რომ ესე ვთქვათ, იმედი აქვს, რომ საელჩოები პროაქტიულადაც იმუშავებენ იმასთან დაკავშირებით, რომ ეს პრიორიტეტები ვაქ ქვეყანაში. ნაწილი არის ჩვენ ქვეყნის გარეთ არსებულ ურთიერთობის ანუ ზრდის ნაცვლად პირიქით შემცირებაზე საუბრობთ, ქვეყნისთვის მე მგონი კარგი არ არის არც ერთ მიღებულებით. განსაკუთრებით ეკონომიკური მიმართულებით. რადგან ჩვენი ეკონომიკური განვითარება დიდწილად დამოკიდებული არის იმაზე, თუ როგორი ურთიერთობა გვაქვს როგორც უახლოეს რეგიონში, ასევე მსოფლიო მასშტაბით და რამდენად აქტიურად ვართ ამ პროცესებში ჩართული. ჩვენ ვერ ვიქნებით ქვეყანა, წარმატებული ქვეყანა იმ შემთხვევაში, თუ ვიქნებით მხოლოდ ორიენტირებული იმაზე, თუ შიგნით როგორ შევქმნათ არსებული რესურსებით რაღაც გარკვეული დოლარი. მან წინ დიდად ვერ წავიწევით, რადგან ამის საშუალებას ბუნებრივი რესურსები, ადამიანური თუ გეოგრაფიული თუ სხვა არ იძლევა. თუმცა მანდაც არის ძალიან კარგი რესურსები, რომელიც ასევე იმედი მაქვს, რომ გარკვეულწილად იქნება გამოყენებული მაგალითისთვის. საქართველოს ბანკის დეპოზიტებზე დღეს დაახლოებით 20 მილიარდ დოლარი დევს. თუ მთავრობამ, კერძო სექტორმა ერთობრივად რამანაირად ვინმე მოიფიქრა გზა, თუ როგორ შეიძლება 10%-ის დეპოზიტებიდან რეალურ ეკონომიკაში გადანაცვლება, გამოვა 2 მილიარდ დოლარი. 2 მილიარდ დოლარის ეფექტი ეკონომიკაზე გრძელვადიანი ეფექტი იქნება, რომელიც ეკონომიკას გაზრდის საშუალოდ 4-5% წელიწადში. მაგრამ ამისთვის ქვეყანას ინსტიტუციური ნდობა უნდა ჰქონდეს. მათ შორის. კი, თუმცა ალბათ სასამართლო პირველ რიგში ამ შემთხვევაში, რომ თავი რაღაცნაირად დაცულად იგრძნო. ძალიან დიდი მადლობა ბატონო გიორგი საქმიანი საუბრისთვის და ძალიან საინტერესო აქცენტებისთვის. ეს იყო გიორგი ციკოლია. დიდი მადლობა მას.